ამოცანა 1-8 ის მეორე წილადების შეკრება 2/5 პლუს 5/8 პლუს 1/12. წილადები რო შევკრიბოთ, უნდა ვიპოვოთ საერთო მნიშვნელი. საერთო მნიშვნელი არის ნიშნელების უმცირესი საერთო ჯერადი, ანუ ისეთი რიცხვი, რომელიც ამ სამ რიცხვზე გაიყოფა. 5/8-ის უმცირესი საერთო ჯერადი არის 120. შემდეგ ეგ საერთო მნიშვნელი 120 უნდა გავყოთ პირველი წილადის მნიშვნელზე, ანუ 5-ზე. მიღებული პასუხი 24 უნდა გავამრავლოთ პირველი წილადის მრიცხველზე, ანუ 2-ზე. 2x24. ამას უნდა დავუმატოთ საერთო მნიშვნელი, ანუ 120 გაყოფილი მეორე წილადის მნიშვნელზე, ანუ 8-ზე. მიღებული პასუხი 15 უნდა გავამრავლოთ მეორე წილადის მრიცხველზე, ანუ 5-ზე. ამას უნდა დავუმატოთ საერთო მნიშვნელი, ანუ 120 გაყოფილი მესამე წილადის მნიშვნელზე, ანუ 12-ზე. მიღებული პასუხი 10 უნდა გავამრავლოთ მესამე წილადის მრიცხველზე, ანუ 1-ზე. შემდეგ უბრალოდ რიცხველში შევასრულოთ მოქმედებები, გადავამრავლოთ და შევკრიბოთ. 2x24 არის 48, 5x15 75, 1x10 10, 48 პლუს 75 პლუს 10 არის 133. მივიღეთ 133 120. აქედან უნდა გამოვყოთ მთელი ნაწილი. მთელი ნაწილი რო გამოვყოთ, მრიცხველი უნდა გავყოთ ნიშნელზე, ანუ 133 გავყოთ 120-ზე, განაყოფი არის 1, ნაშთი არის 13. განაყოფი არის მთელი ნაწილი, ნაშთი არის მრიცხველი და მნიშვნელი უცვლელი რჩება. ანუ 133 120 არის 1/13 120.